ზიამაყობლის ფორმას. იმამების კვლევა არის ორი კვლევა თვალთან დაკავშირებით. ის ფორმას იყო ის დაკავებამდე და ეხლა ბიჟამეთში არის გაკეთებული 4 თებერვალს ერთი ეს რა თქმა 201 გვერდი და მეორე არის 220 გვერდი, თუმცა ერთ პოზიციაზე დეს ორივე. 4 თებერვლის დოკუმენტის თანახმად ესე იგი 4 თებერვალს მარჯვენა თვალში ზიამაყობელს მხედველობა აქვს 30%, მარცხენა თვალში მას მხედველობა აქვს 0.04%. ამ შემოწმების თანახმად 1 თებერვალს ჩატარებული კვლევით მარჯვენა თვალზე უკვე შემცირდა მხედველობა და 10%-მდე ჩამოვიდა. სათვალით კორექციის შემთხვევაში შეიძლება გაიზარდოს მხოლოდ 40%-მდე. მაშინ, როდესაც დაკავებამდე ამ ფორმასი სათვალის შემთხვევაში ჰქონდა მას შანსი 90%-მდე გაეზარდა. ეხლა ამის შანსი აღარ აქვს, მას სათვალით 40%-მდე შეუძლია მხოლოდ გაიზარდოს მხედველობა მარჯვენა თვალში, ხოლო მარცხენა თვალში მისი მხედველობა გახლავთ 0.04%. შესაბამისად, ამაღლობელის თვალის გარჩევადობა ამ მარცხენა თვალის ფაქტობრივად სინათლეს იმნერების ხედვა, ხოლო მეორე თვალი ძალზე კავდომაია. ახეთ თქვენთან ერთად ალბათ გესმით. მე მესმის კავდომაია ძალიან კარგად და არ ვისაუბრებ ბატონბელა თქვენ. ვერ გავიგე ბატონბელა. ბატონბელა აბრძან თქვენზე. პირადობა ამ შემთხვევაში არ ჭირდება, შენიშნოს ვიფიქსირებთ, კიდევ ვისაუბრებთ და დატოვებთ ცნობის დარგს. გავაგრძელოთ კავდომაია. დიახ, ესე იგი შესაბამისად ბატონი ზიას ერთი თვალის გარჩევადობა მხოლოდ სინათლეს სიგნალის დონეზეა და ძალიან დაბალი მხედველობა აქვს მეორე თვალში, რამაც იკოლო, იმიტომ წავიდით და ეს